რევოლუციიდან. ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი First Georgia's თანადამფუძნებელი მოგესალმებით მადლობა დაცემაში მონაწილეობისთვის. მე მინდა აუცილებლად დავიწყო აი თქვენთანაც საუბარი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით. მისი ბოლო პასუხი არის რომ ის არაპირებს რაღაცა თხოვნით მიმართოს ხელისუფლებას თავის მხრივ პენიტენციური სამსახური ამბობს რომ სიცრუეა თურმე ინფორმაცია იმის შესახებ რომ ის სამედიცინო დახმარებას არ იღებს მაგრამ აქ ხომ ამაზე არ იყო საუბარი აქ არის საუბარი ჯეროვან თანმიმდევრულ სამედიცინო სერვისზე რომლის უზრუნველყოფა არათუ პენიტენციურ სამსახურს შეიძლება საქართველოში არსებულ ბევრ კლინიკასაც არ შეუძლია. არ ვიცი, აქ შეკითხვაც კი ზედმეტი, აი როგორ უნდა იქცეოდეს ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთ ვითარებაში. აბსოლუტურად გეთანხმებით, თქვენ შეფასება მოახდინეთ და მე ძალიან მიჭირს რამე განვარცხო და დავამატო, როგორ შეიძლება პოლიტიკური მოსაზრება ან პოლიტიკურ პოზიციებში განსხვავებულობა ქმნიდეს აი მე წინაპირობას ან საფუძველს ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ გამოიჩინოს დამოკიდებულება არის გარკვეული სტანდარტები, როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით და ბუნებრივია საქართველოში მოქმედი ინსტიტუტები, მათ შორის პენიტენციური სისტემა ვალდებული არის დაიცვას, თუმცა რაზე ვსაუბრობ ჩვენ სტანდარტების დაცვაზე, როდესაც ყველა ეს ინსტიტუტი დამორჩილებული არის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიულ ნებას, ამიტომ აქ მიუკერძოებელ მიდგომაზე საუბარიც კი ზედმეტი არის. ჩვენ გვაქვს ადვოკატის განცხადება, რომელიც დღეს გაკეთდა, მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო ამ განცხადებას მის სანდოობას. ერთი სიტყვით ისეთ ზედმეტი პათეტიკის გარეშე ჩვენ როდესაც ხშირად ვსაუბრობთ სამართლის უზენაესობაზე, ინსტიტუტების აღდგენაზე, ეკონომიკურ ფორმაციაზე, ეკონომიკურ მმართველობაზე, ეს ყველაფერი წარმოუდგენელი არის ადამიანური თანაგზნობისა და ემპათიის დამკვიდრების გარეშე. მე არც ერთ ქვეყანას არ მინდა ჩთილი მივაყენო, მაგრამ საქართველოში სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა ვერ შედგება თუ ადამიანებს შორის ურთიერთობა არ იქნა სწორედ ამ პრინციპებზე დაფუძნებული. პირველ რიგში მოდის ეს დაუწერელი ნორმები ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთქცევისა და შემდეგ მოდის კანონმდებლობა, კონსტიტუცია და ყველაფერი დანარჩენი. ეს არის ბაზისი, ეს არის ფესვები, ეს არის ის მკვლევარი ძირი, რომლის გარეშე ეს შენობა, რასაც საქართველოს სახელმწიფო ქვია, ვერ აშენდება და ვერ შედგება. ხო, ვიდრე ევროპარლამენტის აი ამ ანგარიშზე გადავალთ და იმაზე თუ რა შეიძლება თუ არა ამ ყველაფერს უკვე კონკრეტული ქმედებები მოყვეს, მე მესმის რომ საქმე ეხება სხვა პოლიტიკურ პარტიას, გულისხმობ დაანონსებულ ცვლილებებს ნაციონალურ მოძრაობაში და იმ ტურბულენტობას, რომელიც ზოგადად ამ პარტიის გარშემო ხდება, მაგრამ მგონია რომ მაინც ღირს გასაანალიზებლად, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ოპოზიცია ეუბნება ამ მომრჩეველს, რომ არ შეიძლება ქვეყანა ერთპიროვნულად იმართებოდეს, თვითონ არ უნდა აძლევდეს ალბათ ამის მაგალითს, თუნდაც შიდა პარტიული საკითხების გადაწყვეტის ასე ვთქვათ საფუძველზე. გულისხმობ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად საკუთარი პარტიის თავმჯდომარე Facebook-ით შეცვალა, თქვა რომ მისი ფავორიტი არის ნანუკა ჟორჟოლიანი ამ თანამდებობაზე და არჩევნები სულ რაღაც ერთ თვეზე ნაკლებ დროში იმართება და ბოკუჩოვას რეაქცია ამაზე იყო ის, რომ მოულოდნელი იყო სააკაშვილის პოსტი მისთვის და მიაჩნია უკიდურესად სამწუხაროდ ამბობს რომ ამგვარმა იმპულსურმა და არა თანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? შესანიშნავი პოსტი გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ ირაკლი მელაშვილმა. შესანიშნავი პოსტი იყო ძალიან ობიექტური, ძალიან აი სწორი დიაგნოზის გამსაზრველი. ჩვენ ხომ ქართულ ოცნებას იმიტომ არ ვერჩით და ვედავებით, რომ მას სახელი ქვია ქართული ოცნება. ჩვენ ხო ვედავებით და ვერჩით და მიუღებლად ვთვლით გარკვეულ კულტურას, დამოკიდებულებას პოლიტიკური ცხოვრების არა მარტო საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, არამედ პარტიის წევრებთან მიმართებაშიც. ეხლა მე რა თქმა უნდა ქალბატონი თინას სახელით კომენტარს და შეფასებას არ გავაკეთებ, მაგრამ ზოგადად ჩვენ ხო გვჩება განცდა და ეს მხოლოდ განცდა არ არის, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოახდინა სათანადო დროში ჯეროვნად გადაწყობა. ანუ პრაქტიკულად გარკვეულწილად მან შეინარჩუნა მედლის მეორე მხარის ის ნიშნები, რაც ჩვენში
ასეთ პროტესტს იწვევს და მიუღებლობას იწვევს, როცა ჩვენ ქართულ ოცნებაზე ვსაუბრობთ. მე აღარ განვავრცობ ამას ამ პასუხს უფრო მეტად, ვინაიდან არ მინდა ესე ზედმეტ აქტივობაში ჩამეთვალოს, მაგრამ საერთოდ ერთი რამე მინდა გითხრათ ახლა, როგორც პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს გადმოსახედიდან, რომ თურმე პარტიის მშენებლობა ყოფილა ურთულესი პროცესი და თურმე მხოლოდ კეთილგანწყობა ერთმანეთისადმი კეთილგანწყობა არ გმარა, სწორად ინსტიტუციურად აგება არის იმთავითვე თან საფუძველშივე არის ძალიან საშუალო და ძალიან რთული საქმე, სადაც იცით მარტო პირადი ავტორიტეტებიც არ გმარა, მარტო დაპირება კეთილგანწყობაშიც არ გმარა. ეს პროცესია თურმე ყოფილა საკმაოდ რთული და ძალიან გთხოვთ ამაზე მეტად ჩამეკითხებით, მაგრამ აი როდესაც როგორც ჩანს, როცა პარტია იზრდება, როდესაც მისი დაქცევა ხდება, როცა მისი განტოტება ხდება, როგორც ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში არის, თუ სწორი გადაწყობა, სწორი რებრენდინგი არ მოხდა, თუ პარტია დროულად არ გამოვიდა საკუთარი წარსულის აჩრდილიდან და არ გადაეწყო თანამედროვე ნაციონალურ მოძრაობას რაღაცა დროში წარსულში ჩარჩა, მოდი ასე ვთქვათ? მე ხო, აი და თვალი არ გაუსწორა რეალობას, ფეხი არა უწყორი, ამიტომ არის სააკაშვილი. აშკარად იკითხება მისი გაბრაზება, უკმაყოფილება. სხვა შემთხვევაში ხო თინა ბოკუჩავა კი არ გაუშვა თავმჯდომარეობიდან. თუ კარგად წაიკითხავდნენ და დარწმუნებული ვარ, წაიკითხავდნენ და ჩემზე სწრაფადაც მიხვდებოდნენ ნაციონალურ მოძრაობის პარტიული ლიდერები, ფაქტობრივად ისინიც გაუშვა, დაითხოვა ყველა სააკაშვილო. არაფერი პირადი, ნებისმიერ ეტაპს, ნებისმიერ ფორმაციას საქართველოს ისტორიაში დაწყებული ზვიადგამსახურდიათ გაგზელებული ედუარდ შევანაძით, მიხეილ სააკაშვილით ქართული ოცნებით აქვს თავისი გამოსარჩევი, თავისი პოზიტივი და თავისი ნეგატივი. ამ ხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს არც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, წარმოვიდგინოთ 2013 წლის ფორმაციის ქვეყანა, 2012 წლის ფორმაციის, ეს იყო ფაქტიურად სადა დედამიწა, როგორც განსხვავება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ყველაფერი ის, რაც გვახსოვს და არ დაგვიწყებია. მაგრამ აი სწორედ როცა ჩვენ აჩრდილებიდან, წარსულის აჩრდილებიდან გამოსვლაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ ხრივ შეგვიძლია ჩვენ ვუსაყვედუროთ, რომ როგორც ჩანს ვერ მოხდა პარტიის გადაწყობა შიდა ინსტიტუციურ ღიაობაზე და დემოკრატიაზე. მე ამიტომაც აღვნიშნე, როდესაც გარკვეულწილად პარალელი გავავლე სად ჩვენი პოლიტიკური სტარტაპი და სად ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ძალიან ძლიერია ცდუნება გაგექცეს პროცესი, თუ შენმა კოლეგებმა არ შეგაკავეს შენ პიროვნულად, ახლა მე ჩვენ საკმაოდ ისეთი უკომპრომისო საუბრები გვაქვს ერთმანეთში, ხშირად არც თუ უსიამოვნო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სწორი ინსტიტუციური მექანიზმის ჩამოყალიბება სწორედ ასეთ უსიამოვნო, ხშირად პირად, ახლა წენაზე არ მინდა, მაგრამ უკომპრომისო საუბარზეც გადის. მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა დასკვნის სახით ამ მეტად დელიკატურ შეკითხვაზე, რომ გასაგები არის ბატონი მიხეილის სტილი, როგორც ჩანს წარსულმა, გასულმა წლებმა რაიმე მნიშვნელოვანი ზემოქმედება ამ სტილის შესწავლაზე ვერ იმოქმედა, ეს მისი ბუნება არის, ეს მისი იდენტობა არის. აქ უბრალოდ თავარი შეკითხვა არის ალბათ ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებისადმი, რომლებსაც ალბათ განსხვავებულად უნდათ ეს პარტია იხილონ, ან განსხვავებული პოლიტიკური კულტურა უნდათ იხილონ და ალბათ პრინციპში ეს არის გამოწვევა უფრო მეტად მათი მისამართით. რომ არაფერი ვთქვათ, რომ მაინც გარკვეულწილად რაოდენ პროცენტულად არ უნდა იზომებოდეს ამა თუ იმ პარტიის სანდოობა ქართველი ამორჩევის მხრიდან, მთლიანობაში ეს ქართული პოლიტიკური აზრის საზიანოთ არის. მთლიანობაში მაინც ეს ავნებს, აი ჩვენ ხშირად რო გვისაუბრია, როგორ შეიძლება აღდეს ხიდი ოპოზიციურ ამორჩეველსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ როგორც არ უნდა თავი მოვაჩვენოთ საკუთარ თავს, რომ მე რა რომ ეს ერთი კონკრეტული პარტიის წიაღში ხდება, მაინც ეს ჯაჭვური რეაქციით ყველა დანარჩენ პარტიაზე გადადის თავისი ნეგატიური მოვლენით. ამიტომ სულ ცოტა ნიჰილიზმს ამიტომ როგორც არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ ნაციონალურ მოძრაობას, მის რიგი წევრებს, მის აქტივს მინდა მოუწოდო, რომ მიმდინარე პროცესები არა მარტო კონკრეტული პარტიის კონტექსტში დაინახონ, არამედ ეცადონ შედარებით დიდ კონტექსტში, რომ მაქსიმალურად შეამცირონ ის ზიანი, რომელიც შესაძლებელია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნდობას და მხარდაჭერის მზაობას შეექმნას. აი რა შეიძლება გააკეთონ? თუ კი ვინმე აპირებს წამოსვლას ნაციონალურ მოძრაობიდან, იმიტომ რომ დაანონსებული ცვლილებები მის შეხედულებებთან ახლო არ მოდის, ეს დროზე გააკეთოს, იმიტომ რომ მე დამრჩა შტაბ-ბიჭი
შეიძლება თქვენ პირდაპირ თქვით, რომ როგორც ჩანს სააკაშვილის მმართველობის სტილიდან, ბევრი ვერაფერი ისწავლა წარსული გამოცდილებიდანო და დიდი მოლოდინი უკეთესობისკენ რებრენდინგისა ამ პარტიის მიმართ თქვენ არ გაქვთ. ჩემი საქმე არ არის და არც ჩემი მიზანი და ამოცანა არის ურჩიო კონკრეტულად რა გააკეთონ, ეს შემგან იქნება ძალიან არაკორექტული, უადგილო და შეუფერებელი. ერთადერთი რაც არის არსებითი, აი თქვენ ბრძანეთ, რომ სათანადო ნდობა აღიჩურულს პარტიამ, სათანადო სანდოობა. რა თქმა უნდა, პარტიას ნაციონალურ მოძრაობას მათ შორის, რომელიც მრავალი წელია საქართველოს ასპარეზზე, პოლიტიკურ ასპარეზზე აქვს თავისი მხარდამჭერთა ძალიან მყარი ბაზა, მაგრამ ამ ბაზას გაფრთხილება სჭირდება, ამ ბაზას ალბათ პარტიის გადმოსახედიდან გაბევრება ჭირდება, გამრავლება ჭირდება და რა თქმა უნდა, ახლა კონკრეტული ღონისძიებები, მათი გადასაწყვეტი არის, რაც შეეხება კონკრეტიკას, მე საკმაოდ დაკავებული ვარ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ჩვენი საკუთარი პოლიტიკური გუნდის მშენებლობით, ამიტომ მე ეს თქვა ამ ხრივ საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვამბობ, უფლებას არ მივცემ, რომ სპისკენ რჩევები გავიშვირო, მაგრამ კიდევ ერთხელ აი სრული გულწრფელობით ვამბობ და ახალს არაფერს მაქსიმალური ღიაობა, მაქსიმალური მერიტოკრატია. ნებისმიერი პარტიის წევრი უნდა გზნობდეს, რომ პარტია მისთვის არა პარტიაში წევრობა არის, არამედ პარტიის შიგნით დაწინაურების საშუალება არის. შემდეგ უკვე სახელმწიფო სტრუქტურებში მოხვედრის პერსპექტივით. აი ეს გზა თუ არ არის პარტიის შიდა წესდებით ან საოპერაციო კოდექსით გაკაფული, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ნებისმიერი პარტია პოლიტიკურ ფლომას განიცდის. ხო, თუ მაგალითად ათვლის წერტილად ავიღებთ 2012 წელს, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება უკვე ოპოზიციაში გადავიდა, ალბათ ოპოზიციური პარტიების დააშლის მეტი მაგალითი გვაქვს სახეზე, ვიდრე მათი მყარი გაერთიანების. არ გულისხმობ რაღაცა ერთდღიან და ორდღიან და ფურცელზე თუნდაც ხელმოწერილ გაერთიანებას, რომელიც რაღაცა რეალურ საქმედ არასოდეს ქცეულა. აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის ბოლო ინიციატივა რაღაცა ეროვნული ფრონტისა თუ საერთო დიდი ეროვნული გაერთიანების თაობაზე რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ, იმიტომ რომ ზოგმა ძალიან ყვახეთაც თქვა, რომ ეს არის რეალურად სადღეგრძელო და არაფერი ამ სადღეგრძელოს მიღმა. დასკვნითი ნაწილი დავიწყებ, მე იცით რომ ძალიან ვაფასებ ქალბატონის სალომეს 8 წელს საერთოდ, როგორც პრეზიდენტობამდე პერიოდში, ასევე პრეზიდენტობის პერიოდში და პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში, მაგრამ მე ერთხელ გამოვიყენე ესეთი საკამათო შეიძლება სადაო ფრაზა, რომ ორბელიანის ეფექტი მეთქი და პრაქტიკულად ამ ორბელიანის ეფექტის უკან ჩამოტოვების შემდეგ ქალბატონმა სალომემ არ ვიცი რას მივაწერო, ხასიათს, ორგანიზაციულ უნარებს თუ რას, მაგრამ რეალურად მის ირგვლივ ინსტიტუციური გუნდი ვერ ჩამოაყალიბა. ყოველ შემთხვევაში ის სიმპათიები, რაც ამ ადამიანისადმი არსებობს და არსებობდა და არსებობს და მეც ერთ-ერთ მათგანს განვეკუთვნები, რომელიც ძალიან ისე პატივისცემით ვეპყრობი მის პოლიტიკურ ნამოღვაწას და მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაინც ამის გადათარგმნა ვერ მოხდა. ახლა თქვენ არ მინდა იცით ძალიან სიტყვა გამექცეს, მაგრამ ეს მერამდენე მოწოდება არის, ან მერამდენე ინიციატივა არის მისი მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ასეთი ინიციატივა არის ძალიან რწფელი, ძალიან გულახდილი, მაგრამ კიდევ ერთხელ აი მე რამდენჯერმე უკვე მიწევს ამ ინტერვიუს განმავლობაში განმეორება რა, რომ რეალური პოლიტიკური ინსტიტუციის შექმნა, პარტიული ინსტიტუციის შექმნა, ეს არ არის მხოლოდ სურვილზე და ნება განწყობაზე დამოკიდებული. აი მე ამას ვიტყვი ქალბატონ სალომესთან მიმართებაში და არა საკუთარი პიარის და ჩვენი გუნდის პიარის მხრივ, მაგრამ აი საქართველოში მადლია შეიქმნას ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა საქმიანობა თაობებს გადაწყვეტა. და როგორც თქვენ თქვით, არ იქნება მხოლოდ 1-2 დღის და ან არჩევნებიდან არჩევნებამდე. აი ეს სწორედ ახლა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ აი ინსტიტუტების ამოქმედებაზე, მაგრამ ინსტიტუტი ხო ეს არ არის უსულო შენობა ნაგებობა. იქ გარკვეული ხელწერა, გარკვეული სულისკვეთება უნდა შეიტანოს კონკრეტული ადამიანების გუნდმა. ეს სულისკვეთება სწორედ არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი. ამიტომ პოლიტიკური კულტურის მკვლევარი და წყარო არის
ჩამოყალიბებული სისტემას შემქმნელი პოლიტიკური პარტია. სამწუხაროდ ეს ფენომენი ჯერჯერობით ქართულ რეალობაში ძალიან იშვიათია. დავაზუსტებ, აი თქვენ თქვით რომ და ძალიან სწორადაც გაიხსენეთ რომ უკვე მერამდენე მცდელობა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რაღაცა გაერთიანების. თუმცა აი ამ შემთხვევაში ამ ბოლო მოწოდებაში არ ყოფილა კონკრეტიკა პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობდა თუ მხოლოდ რაღაცა სამოქალაქო აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს. თუმცა ხა ყველა თანხმდება იმაზე, რომ ასეთი ტიპის გაერთიანებები, რომელმაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილება უნდა გამოიწვიოს, პოლიტიკური მდგენელის გარეშე არის ბუნებრივია წარმოუდგენელი. ანუ და უცნაურობა ამ ყველაფერს ახლავს კიდევ ის, რომ ადრე თუ სალომე ზურაბიშვილის ამ მოწოდებებს რაღაცა ტიპის გამოხმაურებები მაინც მოყვებოდა, ხოლმე რიგ შემთხვევაში პოზიტიური, რიგ შემთხვევაში რაღაცა სკეპტიკური. ეხლა არის სრული დუმილი ოპოზიციური ფლანგიდან ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ჟურნალისტები თუ ჩავიკითხებით ვინმეს, თავისთავად ამაზე განცხადება არავის არ გაუკეთებია. მაინც რა ხდება თვითონ ოპოზიციურმა პარტიებმა ჩაიქნიეს საბოლოოდ ხელი რაიმე გაერთიანებაზე თუ აი სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა აი ეს უნარი, რითაც შეეძლო განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალები ერთი იდეის გარშემო თუნდაც რაღაც მოლაპარაკების მაგიდასთან განეთავსებინა. საბედნიეროდ ქალბატონის სალომეს ხმა ჯერ კიდევ ისმის უცხოეთში. და სწორედ ის აქტივი არის, რომელიც აუცილებლად გამოყენებას ექვემდებარება. ამიტომაც როცა მე ვსაუბრობდი მის ღვაწლზე, ეს უდაოდ აღსანიშნავი არის ჩვენ მოქმედი პრეზიდენტებს თუ მივიღეთ მხედველობაში, უდაოდ მისი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე არის ბევრად უფრო გამორჩეული და ბევრად უფრო აღსანიშნავი. შეეხება შიდა პოლიტიკას, აქაც მე მithქვამს არაეძის, რომ ეხლა თქვენ თქვით, რომ ეს მაინც ზოგადი მიმართვა იყო. მეტად კონკრეტიკა ყოფილიყო რამე, იქნებ კონკრეტიკის შემოტანა უფრო ხელისშემწყობი ყოფილიყო, თუმცა ქალბატონო ემა ნიშანდობლივი არის ალბათ ისიც, რომ აი თქვენ ბრძანეთ, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიისგან რეაგირება არ მოხდა რა. ესეც ალბათ არის ამაში გარკვეული ლოგიკა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა თქვით, რომ ეს არის მისი მხრიდან მერამდენე გულწრფელი მცდელობა, ჩვენ გვახსოვს წინა მცდელობები და ალბათ ამ უშედეგობა ასეთი ინდიფერენტულობაც გამოიწვია. ისევ მე ძალიან მე ვერ გამოვდგები ამ შემთხვევაში ქალბატონის სალომეს მრჩევლად, მაგრამ მანამ სანამ მას რესურსი აქვს, ისაც მე ავნიშნე საგარეო ასპარეზზე, მანამ სანამ მას ენერგია აქვს და სურვილი აქვს, ხომ არ აჯობებდა მე უბრალოდ ეს ჩემთვის მინდა გავახმოვანო რა, რომ ნაცვლად ასეთი მოწოდებებისა მან დრო არ დაკარგოს საკუთარი გუნდის მშენებლობაზე. ანუ ჩაეხსნას გარკვეულწილად ახლა მე მკითხეთ და ბუნებრივია პასუხს ვერ გავექცევი, ჩაეხსნას არსებული სუბიექტებისადმი მოწოდებებს და მეტი დრო და უბრალოდ კონკრეტული რესურსი და კონკრეტული საკუთარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მას უნდა რომ დარჩეს ფიგურად ქართულ პოლიტიკაში და დღეის მდგომარეობით ის არის ასეთი ფიგურა, გაგრძელება უფრო ლოგიკური და უფრო ბუნებრივი რესურსის სწორი პრიორიტიზაციის მიზნით ალბათ მე მიმაჩნია იქნებოდა სწორედ საკუთარი პოლიტიკური გუნდის ფორმირება და შემდეგ უკვე მისი პარტიად გარდაქმნა. კი ბატონო, რაც შეეხება ევროპარლამენტის ანგარიშს 426 ხმით 145-ის წინააღმდეგ. და რა საინტერესოა ბატონი ღარიბაშვილი რო არის ნახსენები არა? უკვე მეორედ. უკვე მეორედ, ხო. რას შეიძლება ეს ყველაფერი უკავშირდეს? ჩვენ გვახსოვს პირველი რეზოლუციის შემდეგ მისი ოჯახის წევრების თავის მართლება, რომ ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ და არ იციან საიდან მოხდა აი ამ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ღარიბაშვილი. ფიქრობთ, რომ ახლაც იგივე პოზაში მოუწევთ ჩადგომა? აი მე ვერ გეტყვით ქალბატონო ემა მე ხა მესმის ოჯახის დამოკიდებულება გარკვეულწილად და მესმის ემოციურად ადამიანურად მესმის იმპოსტის სულისკვეთება, მაგრამ ნუ მიწყენს ნურც ერთი, მაგრამ პრობლემა რაში არის იცით და ძალიან სასიამოვნო ისეთი კატეგორია ჩამოყალიბდა ჩვენთან ადამიანების სახელმწიფო მოღვაწეების თუ პოლიტიკური მოღვაწეების, რომლებიც გინ თავისუფლებაზე ყოფნისას, გინ გისოსებს მიღმა ყოფნისას, მაინც თავის ზნეზე და ჩვევებზე უარს ვერ ამბობენ და
ალბათ ასეთ ფენომენზე შეიძლება ჩვენ უფრო შეგვიძლია ვისაუბროთ ერთგვარი მორჩილების, იმიტომ რომ თავისუფლებაზეც გისოსებს მიღმა არიან და გისოსებს მიღმა ხო გისოსებს მიღმა არიან. ესე იგი, მათი მსოფლმხედველობა, ეხლა მსოფლმხედველობა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არის, მაგრამ ეს მათი დამოკიდებულება საგნებისადმი, მოვლენებისადმი და ადამიანებისადმი, მათი სტატუსის და მიუხედავად არ იცვლება და მე გულწრფელად ვუთანაგზნობ ბატონ ირაკლის ახლობლებს, რომ ამ შემთხვევაში ეს ჩათვალეს ესეთი მიდგომა სწორ მოქმედებად, რაც ალბათ ბატონ ირაკლისთან შეთანხმებული იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ბატონი მიხეილის შემთხვევაში, არაფერი პირადი, მაგრამ არის გარკვეული მანკიერი მოვლენები, რომლებიც აუცილებლად უნდა დასახელდეს და შეფასება უნდა მიეცეს. ანუ ვისი მხრიდან უნდა დასახელდეს, ანუ რა მოლოდინი გაქვთ, რომ აი ღარიბაშვილი ერთ დღესაც ადგება და აღიარებით ჩვენებას მისცემს არა სასამართლოს, აი როცა საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, არამედ ხალხს, თუმცაც ეს ძალიან მძიმე რეპუტაციულ ფასად დაუჭდეს. ამის მოთხოვნილება გაქვთ, მოთხოვნილება ქვია მას კი. თავისუფალი ქვეყანა და თავისუფალი საზოგადოება შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ თავისუფალი ადამიანებისგან, რომლებიც ხსნას პირველ რიგში ეძებენ საკუთარ თავში და არა სხვაში. მაგრამ თუ შენ ამ ჩვევაზე ამბობ უარს და აქცევ შენს ეს თქვა შინაგან კრედოს, რომ არა საკუთარი თავის იმედად იქცე, არამედ სხვის იმედად და ფაქტიურად ეს სხვა არაფერი არ არის თუ არა შენი მორჩილება და მზაობა მორჩილებაზე, უნებრივია რა სტატუსიც არ უნდა კონდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თუ ტუსაღის მორჩილება, ყველგან მორჩილება არის და კიდევ ერთხელ ადამიანურად ვწუხარ, რომ ბატონი ირაკლი იქნება თუ სხვა ირაკლი, თუ სხვა პეტრე, თუ სხვა პავლე, პრაქტიკულად ყველანი ამ სენით არიან დაავადებული. ხო, მაგრამ მორჩილი პატიმრების შესახებ სიმართლე რო გითხრათ, ერთი რამ, რაც ასევე ძალიან ჩავთვალოთ, რომ ხმამაღლა ვფიქრობ თქვენთან ერთად, ჩვენ ხო გვაქვს ამის ფუფუნება ეთერებში, რომ აი ბატონმა ირაკლი მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობის მიმართ ამდენი კითხვა არის, გარკვეულწილად ის ერთ-ერთი თანაფუძემდებელი არის იმ სისტემისა, რომლის ყველპლათაც ახლა იქცა. ხვალ რომ იცვალოს ეს მისი პოლიტიკური ზნე, მე რა უფლება მაქვს მას, ასე ვთქვათ, ადამიანურ თვისებებზე მიუთითო, საქართველოს მოსახლეობაში ეს სათანადო გაგებას პოვებს, მაგრამ მე უბრალოდ ვახმოვანებ ახლა ამ, ასე ვთქვათ, სურვილიც არ არის, ეს უბრალოდ ჩემი განწყობა არის საკითხისადმი, მაგრამ ერთი არის ჩემი განწყობა და მეორე არის იმ მოჯადოებულ წრეზე სიარული, რაზედაც ეს ადამიანებიც დადიან ჩვენს გვატარებენ და ქვეყანასაც ატარებენ. ხო, აბსოლუტურად მესმის თქვენი, მაგრამ ერთი უცნაურობა არის, თქვენ თქვით რა საინტერესოა, რომ ღარიბაშვილი მოხდაო, მაგრამ ამავე დროს, ანუ ევროპარლამენტის ანგარიში, მაგრამ მორჩილი პატიმრები ევროპარლამენტის ანგარიში, რომელიც მიმართულია ქართული ოცნების წინააღმდეგ, როწესი ვერ ხვდებიან. როგორ მოხდა აქ ღარიბაშვილმა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რაღაცა ინიციატივა ოპოზიციურ ფლანგს მიეწოდებინა ევროპარლამენტისთვის. გაქვთ რა ვერსია? ვერ გეტყვით ქალბატონო ემა, როგორი შეთავაზებაც, არჩევაც არ უნდა ყოფილიყო ქართული ბოლოდან, ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა მიიჩნია ბატონი ირაკლი პოლიტიკური საფუძვლით დევნილად. ამიტომ მას რეზოლუციაში საუბარი არის იმაზე, რომ მის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება არ არის ობიექტური და სწორი და სამართლიანი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ევროპული ინსტიტუტების მიუკერძოებელ დამოკიდებულებაზე, რომ ისინი საკითხს აფასებენ არა პოლიტიკური პრეფერენციების კუთხით, არამედ აფასებენ ევროპული მაღალი სტანდარტით და კრიტერიუმით. აი ამიტომაც ბატონებო, მიუხედავად იმისა, როგორ არ უნდა ვაკრიტიკებდეთ ევროპას და სამართლიანათაც, როგორც რესტორნის მენიუში არის შედარებით მისაღები კერძი, შედარებით ნაკლებად მისაღები კერძი, დღევანდელ მსოფლიო გეოპოლიტიკურ მენიუში ჩვენთვის ყველაზე მისაღები გეოპოლიტიკურად კერძი არის ევროპა, არის დასავლეთი, არის დასავლური ცივილიზაცია. ხო, მაგრამ უცნაური არჩევანი აქვს აი ამ კერძების თვალსაზრისით ქართულ ოცნებას. ანუ უბრალოდ ჩვენთვის ან ხო, შიდა მომხმარებლისთვის ცდილობენ რაღაცა თავგზის აბნევას. დილით პაპუაშვილი ამბობს, რომ ამგვარი კავშირის წევრობისკენ ევროკავშირზე სწრაფო არ არისო ჩვენი მიზანიო და 78 მუხლს ახსენებს ისევ კონსტიტუციის და
საღამოს ნიკა სამხარაძე ამბობს, რომ ლუქსემბურგს თხოვეთო, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ და მზად ვართ კრიტიკულ საკითხებს ასაუბროთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. რა თამაშს თამაშებია? მინიმუმ ახლა შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს არის სათანადო კოორდინაციის არქონა, მაგრამ მე სიმართლე რომ გითხრათ, არ მაქვს ასეთი დაშვება, ჩემი აზრით ქართული ოცნების მიდგომა საკმაოდ კოორდინირებული არის და ამ კოორდინაციას ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ზედმეტი ვთქვათ, აი მორალიზმისა და რაც მორალური კომპასის და იდეოლოგიური კომპასის გარეშე მცდელობა რამდენიმე სკამზე ერთდროულად ჩდომის, მანამ სანამ ერთი სკამი არ დაეცემა, ან ყოველ შემთხვევაში არ გამოიკვეთება, რომელ სკამზე აჯობებს სრულად გადანაცვლება. ალბათ ასე შეგვიძლია ჩვენ ამას ვუწოდოთ, იმიტომ რომ რეგიონში არსებული გარემო და ზოგადად ევრაზიულ პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებული გარემო ჯერ კიდევ უცხადობის მაღალ ხარისხს ატარებს და მიუხედავად იმ ხანდახან ძალიან ესეთი ხიმილის მომღვრელი განცხადებებისა, რაც ჩვენ გვესმის ბატონი პაპუაშვილის მხრიდან თუ ასე შემდეგ, მაინც ჩემი აზრით ამ ადამიანებს აქვთ გარკვეული ლოგიკა, გარკვეული ალგორითმი მოქმედებისა და ეს მათ შორის უკავშირდება აი ამას, რაც მე გითხარით, გამოივაჭრონ საჭირო მომენტში მათთვის ყველაზე საჭირო სარგებელი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ ვიქტორ ყიფიანს პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელს უსმენდით. სალომე სამადაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს